ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია ინსულინით მომარაგებასთან დაკავშირებით. უპირველესად აღნიშნავ, რომ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი საქართველოში, მათ შორის დაუპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის წარმოებული, უბრალოდ ეს გერმანიაში იწარმოება საშუალებებით ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპის არაერთი განვითარებული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში. ახლა მინდა აღნიშნო, რომ თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება და რაზეა საუბარი, მინდა რომ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით კარგად იყოს ინფორმირებული. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება ინსულინი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Novo Nordisk. ეს არის დანიური კომპანია. წელს 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია, იქიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა შესრულების. განვიხილავდით ყველა შესაძლო მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, თუმცა დღემდე, ესე იგი, დასაწყისიდან მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკის ვალდებულებებს. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს ამ ყველაფრის აღნიშვნა. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით გამოწვეული, რომლებიც სამწუხაროდ ზოგჯერ ოზემპიკის რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებული და დაინტერესებული, რის გამოც გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის მაღალ ხელმძღვანელობასთან. პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც ჯერ ოქტომბერში დაგვირდნენ, სხვათა შორის იმხანად, რომ უახლოეს მომავალში ნოემბრის დასაწყისი რიცხვები იყო მითითებული, მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების მათი მხრიდან შესრულება. ახლაც, აი დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება ვიმეორებ არ არის შესრულებული. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ რაიმე ხისტი გადაწყვეტილება, ვიმეორებ მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე. რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმე ეს აჟიოტაჟი ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციების საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ხაზგასმით ვამბობ ამას ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ Sanofi-ის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება, რომ მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული, რა თქმა უნდა. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე და არა რომელიმე დაბალი ხარისხისაზე. იციან ეს რა კი გადავწყვიტეთ, რომ მათ უფლება აქვთ ამ ცვლილებების მოსალოდნელობის შესახებ სწოდნოდათ წინასწარ. და ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დეზინფორმაცია. მინდა ახლა მედია საშუალებებს მოუწოდო, რომ თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია თავისთავად სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ესე იგი უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში აბსოლუტურად თავისუფლად ხელმისაწვდომია, უწყვეტად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხების არსებობა ამ მიმართულებით. ამასთან თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა რეალურად არ შეექმნება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებ.